ახლა შეიძლება მაყურებელი ცოტა დაპანიკდეს, რომ აი მე ღმერთო, ჩემი ურთიერთობა იდეალური არ არის და ტოქსიკურში ხო ვარ. ამიტომ მოდი განვასხვაოთ, რითი განსხვავდება ტოქსიკური ურთიერთობა იმ ურთიერთობისგან, სადაც უბრალოდ სიძნელეები შეხვდა წყვილს. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ უმკლავდება თვითონ წყვილი ამ პრობლემას. პრობლემის წინაშე ვართ თუ ერთმანეთის წინაშე. აი ეს არის. ჩვენ რას ვიბრძვით, რა პრობლემის გადაჭრისკენ მივდივართ თუ ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვაბრალებთ, რომ აი შენი ბრალია და შენი ბრალი, ანუ თითის გაშვერა ერთმანეთისკენ ხდება თუ პირიქით ვექტორი აქეთ მოდის. ჩვენი მხარის დანახვა არის ჩვენი პრიორიტეტი და აი ამ პრობლემის გადაჭრა და იმის გარკვევა მე რა შემიძლია უკეთესად გავაკეთო თუ შენ იმას აკეთებ, შენ ამას აკეთებ, შენ ეს არ უნდა გააკეთო. კონტროლია თუ გათვალისწინება. ერთმანეთის დახმარება და წინწაწევა არის თუ პირიქით. დამნაშავის ზებნა. ორი ადამიანია ხო ურთიერთობაში, რომელიც შეიძლება საერთოდ სხვადასხვა ბექგრაუნდიდან მოდის რა და თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ ერთმანეთი ცოტა უცნაური გამოდის ხო, მაშინ ანუ რა გვინდა ურთიერთობაში, მაგრამ ასევე ეს არ უნდა გადავიდეს კონტროლში. იმიტომ რომ მე როცა ადამიანთან ვირჩევ, რომ ადამიანთან ვიყო, ხო, მე უნდა მივიღო ის ადამიანი ისეთი, როგორიც არის. კი, განვითარებაში მე რაც შემიძლია ხელი უნდა შევუწყო და რა თქმა უნდა ეს ჩემი სურვილია რა, მაგრამ თუ ამ ადამიანმა ისე არ გააკეთა რაღაცები, როგორც მე ვთვლი რომ უნდა გააკეთოს, მე თუ ამაზე განვში და ჭხუბს ვიწყებ, აი ეს უკვე კონტროლის მექანიზმია და არა ის, რომ მე მისთვის კარგი მინდა. და რომ უნდა გავიაზროთ, რომ იქნებ ადამიანს იქ უნდა ყოფნა, აი რატო არის აპრიორი, რომ ისე იყოს, როგორც მე ვთვლი რომ უნდა იყოს. ეს ჩემი აზრი არის და ჩემი წარმოდგენაა. თუ არ მაკმაყოფილებს ის, სადაც არის და როგორც არის, მაშინ მე ავიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ავდგე და წამოვიდე ამ სიტუაციიდან ისევ და ისევ.